ძალიან დავიღალე. მეც. და რითი დაიღალეთ ასე? შოპინგით. რა? შოპინგით დაიღალეთ? იმდენ მაღაზიაში ვიყავით. მეგონა მუშაობდით, მაგრამ თქვენ შოპინგობდით? ესეც ერთგვარი სამუშაოა. აბა ეცადე ყველა მაღაზია მოიარო, რამე არჩიო და მოისინჯო, ხო? დიდ ძალის ხვევას მოითხოვს. გასაგებია, მე რემონტით ვარ დაკავებული, სასარგებლო საქმეს ვაკეთებ. შოპინგით სასარგებლო საქმიანობაა. გოგოები ყოველთვის რაღაცა სისულელეს აკეთებენ. ეგ ბიჭები აკეთებენ ყველანაირ სისულელეს. ერთი დღითაც ვერ იქნებოდი ბიჭი. კაცის საქმეს მარტივად გავუმკალდებოდი. შევეჯიბროთ? მოდი. $1000-ზე. კარგი, მაშინ შენ მხოლოდ ქალის საქმეებს გააკეთებ. როლები გავცვალოთ. ხო, ვინც მთელი დღე გაძლებს, ის გაიმარჯვებს. შევთანხმდით. სამოქმედო სიას შეგიდგენ. ეგეთ სიას მეც გაგიკეთებ. კარგი. არ უნდა გაგეკეთებინა ეგ. რატო? ფიქრობ, რომ ვერ გაუმკავდება? რა თქმა უნდა, ვერა. და შენ კაცის საქმეებს გაუმკავდები? რა თქმა უნდა, კაცები არაფერს აკეთებენ. ამელკას კვირის სიას გავუწერ, ნამდვილად ვერ გაუმკლავდება. საშინაო დავალებას აკეთებ? ამელკასთვის 24 საათიან სამოქმედო სიას ვწერ. სამოქმედო სია? დაწერე რომ წინდები გამირეცხოს. კაცის საქმეები უნდა გააკეთოს. და ქალის საქმეს ვინ გააკეთებს? მე, ამელკამ და მე 24 საათით როლები უნდა გავცვალოთ. გასაგებია, ანუ წინდებს შენ გამირეცხავ. ნახოთ ამელკა რას დამიწერს. კარგი, საინტერესო სანახავი იქნება. საინტერესოა თუ გაუმკავდება? არ ვიცი, ნახოთ. როგორც იქნა, მეგონა საღამომდე გეძინებოდა. თქვენს დილა მშვიდობისა. ყველაფერს ამ სიის მიხედვით გააკეთებ. კარგი, ამელკა, გაგიჟდი? და რა გეგონა, მარტივი იქნებოდა? ეს უკვე ზედმეტია. და კიტი გაგაკონტროლებს. კარგი, არა უშავს, მეც მოგიმზადე სია. სად არის შენი სია? აი ისიც. იმედია ეს გამოსაწმენდად არ გამოგიყენებია. რეებში ძახი, უბრალოდ ცოტათი დაჭმუჭნული არის. როგორც კათამი თათით გაკაწრული. მაშინ შენ ჩაკი გაგაკონტროლებს. აბა, საქმეს შეუდგეთ? კი, ახლავე, ოღონდ ჩაკს დაუძახებ. ჩაკ, გაიღვიძე, მიდი, გაიღვიძე, შემეშვი. შენ ხომ თვითონ თხოვე გამაღვიძეო. ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს. ჭირდება რომ ამელკას თვალყური ადევნო. რომ ყველა დავალება შეასრულოს. მე რა, საქმე არ მაქვს? ხო, თუ მოვიგებ, მოგების 10% შენ მოგცემ. 10, 90-ზე თანახმავარ. 90? არა. კარგი, მოდი, 50-50-ზე. კარგი. შევთანხმდით. ისე უნდა ქნა რომ ამელკა რაც შეიძლება სწრაფად დანებდეს. ეს ნამდვილად შემიძლია. ჩაკ, გამარჯობა. გამარჯობა. ლეო, აბა მზად ხარ? მოდი დავიწყოთ. აბა აქ რა გვაქვს? სიაში პირველია კანის მოვლა. მაშინ სააბაზონოში და რა წავიდეთ. სახის დაბანა არ შემიძლია? კანის მოვლა მხოლოდ დაბანა არ არის. წამოდი. ეს რა არის? მე მხოლოდ ერთი სახე მაქვს. დაიმახსოვრე, ეს სახის დასაბამია, ეს დამატენიანებელია. ეს სიროფია. ეს კი SPF-ი, დაიმახსოვრე? საერთოდ ვერაფერი დავიმახსოვრე. ამელკა ყოველდღე ამეებს ისმევს. ყველა გოგონას აქვს ყოველდღიური კანის მოვლის რუტინა. მეგონა ამდენი რამ, მხოლოდ მოხუცებისთვის იყო. კანის მოვლა ბავშვობიდანვე საჭიროა. კარგი, გავაკეთებ. ამ ყველაფერს ნახევარი საათი სჭირდება. და შენ რა გეგონა? სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. სიაში პირველი არის სპორტი. ხო, ფორმაში რომ იყო. და სახეს როგორ იბან, თბილებს როგორ უნდა გამოხეხვა? რატო? მაინც დაბინძურდები. კარგი, რა სავარჯიშოებს აკეთებს ლეო? აი, ის ხელებსა და პრესავარჯიშებს.
შეგიძლია მაჩვენო როგორ კეთდება? მოდი კარნახის გარეშე, შენ თვითონ დათანხმდი კაცის საქმეების გაკეთებას. მაშინ ვნებდები, დაუძახე ლეოს. კარგი, ფული გაამზადე. ახლა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. რა სარგებელი აქვს ამ იოგას? იოგა აძლიერებს სხეულს და სულს. კარგი. გოგოს სუნი რატომ აგდის? კოსმეტიკა. გაგიმართლა, ამელკამ უკვე წააგო. როგორ თუ უკვე? ჭანდაბა, მეგონა ამელკა უფრო დიდხანს გაძლევდა. წამოდი მეგობარო, ამელკამ უკვე მოამზადა ფული. რატომ დანებდა? მე ჩემი საქმე ვიცი, პატარა ხრიკი გავაკეთე. მადლობა, მიხარია რომ ქალის საქმეების კეთება არ მომიწევს. ფული გადავანაწილოთ 60-40-ზე. ჩვენ ხომ ნახევარ-ნახევარზე შევთანხმდით. მე რომ არა, საერთოდ ვერ გაიმარჯვებდი. ხო, კარგი. აბა ამელკა, წააგე? არ ვიცოდი, ასეთი ძლიერი თუ იყავი. შემიძლია შენი მწვრთნელი ვიყო. ფულს მოგცემ მას შემდეგ, რაც თავად მაჩვენებ მაგ სავარჯიშოებს. კარგი, გახურება მჭირდება. მიდი, გელოდები. სავარჯიშოები ტყუილი? მე ხომ არ ვიცოდი, ასეთი ეშმაკი თუ იყო. მიდი. აბა, გახურდი? კი. არ გსხვენია? უბრალოდ დღეს არ ვარ ფორმაში. კიდევ რამე თუ განმეორდება, შენ თვითონ გადამიხდი. გასაგებია? გასაგებია. მოიცა, ანუ შეჯიბრი გზელდება, ხო? კი, ბიჭებს უბრალოდ ეგონათ რომ ყველაზე ჭკვიანები არიან. ამოდი ლეო, შემდეგი დავალება გვაქვს. რა დავალება? მაკიაჟი. არ მინახავს, ამელკას მაკიაჟი რომ ესვას. ეგ არის მთელი აზრი. ეს არის მაკიაჟი მაკიაჟის გარეშე. რა? ეგ საერთოდ როგორ? მაკიაჟს ისე იკეთებ, რომ ვერავინ შეამჩნიოს. მაშინ მაკიაჟი რაღა საჭიროა? მე არ მესმის თქვენი. ლეო, რა სულელი ხარ? მე ვარ სულელი? გოგოები, საერთოდ ვერ ახარ. კარგი. ნებისმიერ შემთხვევაში მაკიაჟის გაკეთება მოგიწევს. აი წაისვრი. როგორ? აი ამით. რა თმინდა კვერცხი? აღდგომა უკვე იყო. რა სულელი ხარ? ღრუბელია ეგ. რაში მჭირდება? კრემი სახეზე რომ წაისვა, ის ფუნზე უკეთ იმოქმედებს. ხო, რას არიგონებენ გოგოები? ეს ვარჯიში მომეწონა. კი, მაგრამ ძალიან სუსტად ურტყამ. ასე ვერც ერთ ხულიგანს ვერ შეაშინებ. ესე ჯობს. მაშასე, კიდევ რა გვაქვს სიაში? მოიცა, საუზმე, როგორც იქნა, შია. შრის პაპას რძით გავაკეთებ, შენ გინდა? შვრიის ფაფარძით? არც ერთი ბიჭი არ მიირთმევს მაგას საუზმეზე. აბა რას ჭამენ ხოლმე ბიჭები საუზმეზე? კარგი, ახლა ვიპოვი რამეს. აიღე და შეჭამე. სოსისი პურით? ეს რა საუზმეა? ნამდვილი მამაკაცის საუზმეა. სწრაფად ჭამე, დღეს ბევრი საქმე გვაქვს. ახლა მესმის რატომ აგვიანებენ გოგოები ყოველთვის. ძალიან კი ხდება. იმედია დღეს ბიჭები არ შემხვდებიან. ახლა უკვე საუზმის დროა. სენდვიჩი მინდა, სოსისით და ყველით. ო, არა, გოგოები ეგეთ საზიზღრობას საუზმეზე არ ჭამენ. კარგი. რატოა საზიზღრობა? ორგანიზმის გამოსაფხიზლებლად კარგი საკვებია საჭირო და ერთი ჭიქა წყალი ლიმონით. ხომ არ მოვკვდები ეს პომადა რო ვჭამო? ეს პომადა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე შენი სოსისი. შეგიძლია რომ მთლიანად შეჭამო. ეს წყალი ძალიან აგრილებს, მუსელშიც კი ვგრძნობ. კი. ახლა კი სალათი მოამზადე. საჭმლის მომზადება საჭიროა? რა გეგონა? დედა ყოველთვის არ მოგიმზადებს ხოლმე საჭმელს. მეგონა, ჩემი ცოლი მომიმზადებდა საჭმელს. ქვის ხანიდან ხარ? ეს სხვა დროა. ქალი არ არის ვალდებული, რომ შენთვის საჭმელი მოამზადოს. მინდი გაამზადე, დაჭერი. კიდევ რამე იქნება? სულ ესაა. მურჩა? საერთოდ ვერ გავძეხი. სუფრი
მხრიდან ცოტა მშიერი უნდა ადგე. წონაში მატების თავიდან ახასიათებლად. მაშინ საერთოდ რომ არ ვჭამო? ნუ წუწუნებ. ადექი, ცხოველები უნდა გამონკვებოთ. როგორც ჩანს, ცხოველები ჩემზე კარგად შეჭამენ. დარწმუნებული ხარ, რომ მანქანის შეკეთება საჭიროა? ჭანჭიკებია გასამაგრებელი და ზეთი შესაძლებელი. იქნებ გასაკეთებლად წავიყვანოთ? იქ პროფესიონალები მუშაობენ. კარგი. ნამდვილ მამაკაცს თავისით გაკეთება შეუძლია. კარგი, ცადოთ. ო, კი. რას გახარ? საქმე შეუდექი. რა? არიცი როგორ? ინტერნეტში ვნახე, მაგრამ მაინც მეშინია. იქნებ რამე გამაპუჭო? მიდი, თუ არ ცდი, ვერასდროს ისწავლი. არასწორად ატრიალებ. აი ეგრე უკეთესია. მსგავსი და მარასდროს გამიკეთებია. შემდეგ ჯერზე ორჯერ დაფიქრდი, სანამ მამაკაცის საქმეს გააკეთე. კარგი, გერყოფა, სწრაფად ვისწავლი. დავიღალე. ცუდი არ არის. არაფერია დასაწუნი. ხომ გითხარი რომ ვისწავლიდი? ოჩახ, ამიერიდან ავტოფარეხში შენ წაგიყვან. ჩაკ, ჭუჭყიანი ვარ? არა, თითქმის არ ხარ. ძალიან დავიღალე. გეგონა რომ მარტივი იქნებოდა? კარგი, მეგონა რომ მთელი დღე ვითამაშებდი. კარგი. გეცოდინება რომ ბიჭები მარტო არ თამაშობენ ხოლმე. ცოტას დავისვენებ. 20 წუთი გაქვს. მერე სათევზაოდ მივდივართ. გაჩერდი, სამში არ შემოხვიდე. რა იყო? სარკეში ჩაიხედე? ძალიან ჭუჭყიანი ხარ. მოიცა, ჩაკმა მითხრა რომ სუფთა ვარ. მაგარი ვიღაც იპოვე, რომ მოგესვინა. მაღალოში იყავი? არა, მანქანას ვაკეთებდით. როგორ უმკლავდება ლეო? გამარჯობა ამელკა. გამარჯობა ლეო, კარგად გამოიყურები. შენც? და მე ახლა სათევზაოდ მივდივარ. მე და კიტიკი მასაჟზე. გაგიმართლათ. ხო, მე თევზაობა მირჩევნია. ამელკა, წავედით. ძმაო, არც კი ვიცი რა გითხრა. კარგი. უბრალოდ ბიჭებს არ უთხრა. აჰა, კარგი. ჩაკ, მე ხომ გთხოვე? კომპრომატია. თუ ოდესმე რამეზე ჩამიშვებ, ყველა ნახავს ამ სურათს. თქვენ მანქანა უკვე შეაკეთეთ? მასაჟზე გვინდა წასვლა. ფეხით წახვალთ. ჩვენ მანქანით უნდა წავიდეთ სათევზაოდ. სულაც არა, თევზაობის შემდეგ მანქანა ყოველთვის ჭუჭყიანია და თევზის სუნი ასდის. თვითონ აგდის სუნი. წავედით, ლეო. ჰეი, რა შვებით? ამელკა, მანქანა ტყუილად შეაკეთე? კარგი, გეყოს, ფეხით წავიდეთ. კარგი, მაგრამ ჯერ წამოდი. ჭიები ამოვთხაროთ. მოიცა და ჭიების გარეშე ვერა? რა თქმა უნდა, არა. ვნახე, რომ ახლა სხვა აღჭურვილობას გამოიგონეს. ჭიები კლასიკაა, ასე რომ აიღე ნიჩაბი და წავედით. მიდი, უფრო ღრმად, არ დანებდე. აი ისიც, შეხედე? აიღე და ქილაში ჩააგდე. ავიღო, ჩემი ხელით. რა თქმა უნდა, ფეხითაც შეგიძლია. ახლა მდინარეზე წავიდეთ. აბა წავედით. აბა წავედით. ეი, გაჩერდი და ეს? რაღაც დაგავიწყდა. რა არის ჩამთაში? აგურები? მამ, ხოლოდ საჭირო ნივთებია. ყველაზე საჭირო? რეები? სათევზაო სკამები, სათევზაო ძუა, ბადე, კარავი. გასაგებია, რომ ცოდნოდა, კიტის მანქანით წასვლას ვთხოვდი. არა უშავს, ასეც წავალთ. კარგი, მოდი დაგეხმარები. მომეცი. ო, არა, ძალიან ჭუჭყიანია. დაივიწყე, ბიჭები გარეცხავენ. მაგრამ დღეს ამელკასთან სიცოცხლე გაცვალე, ასე რომ დაივიწყე. ეს მათი საქმეა, წავედით. რატომ დაჭექი? ჩვენ სალონშიც უნდა წავიდეთ. რატომ? თმის მოწესრიგება, მანიკური, წარბები. კიტი, დამინდე, არ მინდა სალონში. მასაჟისტებმა უკვე დამცინეს. კარგი. მაშინ სახლში მოვაწყოთ სილამაზის სალონი. თანახმავარ, მაგრამ ახლა ჭამა მინდა. არა.
ახლა ხან შეჭამე. კარგი, სასუზნაოზე რა სიტყვი? არა, მეგობარო, დღეს შენ ამელკასავით ცხოვრობ. ცხოვრო? მალე შიმშილით მოვკვდები. გადავიდეთ სილამაზის პროცედურებზე. ყურადღებას გადაგატანინებენ. და რა გავაკეთო? პირველ რიგში სახის ნიღაბს გაგიკეთებ და ჯექი. დაიჭირე. კიდევ რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს? მთელი დღე კრემების წასმის მეც არაფერს ვაკეთებ. ეს უსარგებლო თევზაობაზე ჯდომას კი ჯობია. თევზის დაჭერა მაინც შეიძლება და ამ ნიღაბს რა აზრი აქვს? მოიცა, ნახავ როგორ შეიძლება შენი კანი. ვიცი, ისედაც რომ არაფერი არ მოხდება. დაისვენე სანამ შეგიძლია. მთელი დღე ჯერ კიდევ წინ არის. ახლა კი მოდით, მასზე გადავიდეთ. იქნება არ არის საჭირო? საჭიროა, შენ ამელკასავით ცხოვრობ, ამიტომ ახლა არჩევანი არ გაქვს. თითქმის მზადაა. აბა ნახე, როგორი არის? საშინლად გამოიყურება, კიტი. ჩემი აზრით ძალიან მოდურია. სულ ესაა დღეისთვის? არა, წარბების ამოღების დროა. არა, არავითარ შემთხვევაში. შენ წარბებს შეხედე, სულ ყველგან ამოსული გაქვს. კარგი. უკვე საკმარისად დამტანჯე. უარს ამბობ? მაშინ ამელკასავით $1000 მოამზადე. კარგი, ოღონდ ძალიან ფხიზლად იყავი. ფრთხილად ვიქნები თუ არა? მაინც კეთკინება. აბა მზად ხარ? მზად ვარ. ვაიმე, საშინლად ტკივა. აუ, არა უშავს, აუ. მოითმენ. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. ხო ხსმენია? აუ. აუ. კარგად ვითევზავეთ. აუ. რატის ლეოს? შეშლილი კიტი კლავს ალბათ. ო, მოხვედით უკვე? კარგი. აქ რა ხდება? ისმე მაწამებს. ნუ იტყვი, ეს ყველაფერი სილამაზისთვისაა. მირჩენია მახინჯი ვიყო, ვიდრე ამით ვიტანჯებოდე. გამიმართლა რომ სიმპათიური ვარ. რა თავმომწონე კაცია, მაგრამ ლეომ შენიურად გამოიყურება. ამელკა, გეყოს დაცინვა. მე მართლა მომწონს. BTS-ის ბიჭს გავხარ. ხო, ზუსტად, და მეც ვფიქრობდი, ვის მახსენებს თქო. იქნებ ნიჭიერში ხომ არ გაუშვა? საკმარისია ჩემზე საუბარი. როგორი იყო თევზაობა? ალბათ ვერაფერი მე დაიჭირეთ და ჩაკმა უამრავი თევზი დავიჭირეთ. და თქვენ გაასუფთავებთ მათ. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის. მე და ამელკა ფეხბურთს ვითამაშებთ და დავისვენებთ. ამელკა, არასდროს გითამაშია ფეხბურთი? არა, არ მაინტერესებდა. არა უშავს, ვივარჯიშებთ, დაიჭირე ბურთი. ეგ მე უნდა ყოფილიყავი. ფეხბურთი? ჩემი აზრით ეგ უსარგებლო აქტივობაა. ბიჭები ერთ ბურთს დასდევენ. რა არის მაგაში საინტერესო? წარბების ამოღებაზე მეტად საინტერესოა. მოუდუნდით და სულ ესაა. ახლა საქმეს შევუდგეთ. კარგი. შენ ამას ეძახი მოდუნებას? დროა თევზი გავწმინდოთ. მოდი დავიწყოთ. მე ასეთი რაღაცა არასდროს არ მიქნია. იმიტომ რომ სულ გოგოები ვაკეთებდით ამას. თქვენ სულ ბევრ თევზს იჭერთ და მე ბედნიერების ხეთხერთ ხოლმე. მაგაზე არ მიფიქრია. ხო და ახლა იფიქრებ. მიდი გაასუფთავე. ყოჩა ღამელკა, უკვე კარგია. ეს დასვენება არ არის. პირიქით. როცა ფეხბურთს თამაშობ, სულიერად ვისვენებ. ეგეთი რამ არ მესმის. ხო, იმიტომ რომ გოგო ხარ, რაღაც მომშივდა. ჭამოთ? თევზაობისას ორი დიდი პაკეტი ჩიფსი ჭამე. ნუ თუ ჩიფსი საჭმელია? კარგი, წავედით. ჭამოთ. მოიცა, ახალი სინის მიხედვით, გრილზე უნდა მოვამზადოთ საჭმელი. მე უნდა მოვამზადო? ხო, რა იყო მერე? არასდროს დამინთია ცეცხლი. უნდა ისწავლოთ, თუ წაგება არ გინდა. კარგი, თუ მანქანა შევაკეთე, ცეცხლსაც წავანთებ. ფრთხილად, სახლი არ გადაწვა. ეგეთები მხოლოდ ბიჭებს შეუძლიათ. ცოტა უცნაურია. დანებება შეგიძლია. არასდროს. ვაუ, ამელკა, გამოგივიდა.
ძლივს გავწმინდე ეს თევზი. ხელები გავიჭერი ქერცლზე. არა უშავს, შემდეგში აღარ გაიჭრი ხოლმე. შემდეგი ჯერი აღარ იქნება. მოიტანეთ უკვე თევზი. ამელკა, შენ დაანთე ცეცხლი? დიახ. რა, ჩაკიც არ დაგხმარებია? როგორი ჯენტლმენია? ეს გამოწვევაა. მე წესებით ვთამაშობ. ჩაკ, აღიარე, უბრალოდ ზარმაცი ხარ. როგორც ჩანს, ჩვენი თევზი მზადაა. კარგი. ჭამოთ სწრაფად, ვეღარ ვითმენ. ისევ მიკროპორცია მაქვს. შენ კალორიების დეფიციტი გჭირდება. ხომ გინდა გოგოსავით იყო? აბა, როგორია? იდეალურადაა გაკეთებული. მეგობრებო, თქვენ გიყვართ თევზი? თუ გიყვართ, დალაიქეთ ვიდეო. ხო, ეს ნორმალურია. საკმარისად არ არის შემწვარი. უკეთესს გავაკეთებდი. ლეო, უბრალოდ ამელკას გაბრაზება გინდა. იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. შეჭამე შენ საერთოდ რამე? ჭამე. მაშინ წავედით, ჩვენ სიაში ნატურის შეკეთებაა. ჩვენ კი სიის მიხედვით მანიკური გვაქვს ახლა. მანიკური? როგორ გაგვიმართლა? არა? მირჩენია ნატურა შევაკეთო. წამოდი, მოგეწონება. რომელი ფერი გინდა? არც ერთი. კარგი. მოიცა. გონი ეს ფერი მოგიხდება. ვარდისფერი? კარგი. რა სულელობაა? გეხოს, უკვე ბიჭების იღებავენ ფსხილებს. რაღაც არავის ემინახავს. უბრალოდ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ თუ ინტერნეტში მოძებნი, ვარსკვლავები იღებავენ. ეს ლაკი შორდება მერე? კი, მაგრამ სალონში მანიკურის სპეციალისტთან უნდა წახვიდე. რა? ამ ფსხილებით ქუჩაში უნდა ვიარო? ნუ განიცდი ასე, რამდენიმე თვეში ფსხილები გაიზრდება და ლაკი აღარ დაგრჩება. რა? რამდენიმე თვეში? ლეო, დამშვიდი, ხუმრობ, ეს ჩვეულებრივი ლაკია, 10 ტონით შორდება. და რა უნდა გავაკეთო? ინტერნეტში ვნახე და ეს ნაწილი უნდა მოხსნა. მერე მავთული გააკეთო. ეს საერთოდ უსაფრთხოა? რა თქმა უნდა, რა უნდა მოხდეს? რა ვიცი, ეს ხომ ელექტროენერგიაა. ყველაფერი კარგად იქნება. მიდი, გააკეთე. მისმინე, ვიფიქრე, ხომ არ ჯობია რომ მთლიანად გავთიშოთ დენი? მომეცი შიშარავ. მე თვითონ გავაკეთებ. აა! კარგად ხარ? კი. ალბათ საავადმყოფოში გჭირდება წასვლა. არა. ლეო, კიტი, მალე მოდით. რა მოხდა? ჩაკს დენმა დაარყა. მიხედეთ. და ჩვენ რატო? ეგ ხომ ქალის საქმეა. ახლა მივხედავ. ჩაკ, გაიღვიძე. ჩაკ, გაიღვიძე. ეგ მხოლოდ გააუარესებს მის მდგომარეობას. საწყალი ჩაკი. არა უშავს, ჩვენ გიშველით. ლეო, რას გახარ? წადი, წყალი მოიტანე. კარგი, ნელა, დალიე. კარგი. უკვე ნორმალურად ვარ. ჩაკ, მოიცა, იწექი, დასვენება გჭირდება. მე მოგივლი. ჩაკ და ჩვენი გამოწვევა? მე და ჩაკს ახლა გამოწვევისთვის დრო არ გვაქვს. ჩაკ, მიდი, ადექი $1000-ისთვის. გაჩერდი, ლეო, თუ ვინმე ჩაკში გაწუხებს, პასუხს ვაგებინებ. გაიგე? კიტი არ გამომიშვებს. მოღალატე ხარ. თავაზობ შევწყვიტოთ გამოწვევა და ხვალ თავიდან დავიწყოთ ისევ. თავიდან? ასე სამართლიანი იქნება. მე ამ ყველაფერს ვეღარ გავუძლებ. მთელი დღე კარგად გაატარე. ნიღბები, მასაჟი, მაკიაჟი. კი, წამება იყო, მაგას ვეღარასდროს გადავიყვან. ანუ ნებდები, ხო? კი. ამელკა, შენ გაიმარჯვე. ამელკა, გილოცავ. ახლა მაპატიეთ, ეს ყველაფერი უნდა ჩამოვიბანო. უცნაურია. და მე მსიამოვნებდა ამ საქმეების გაკეთება. ზოგჯერ სახალისო, ზოგჯერ სულაც არა. ახალი გამოწვევა უნდა მოვიფიქროთ ლეოს თავიდან დასამარცხებლად. კარგი იდეაა. თქვენ გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარის ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას!